შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ახალციხის მერისა და გამგეობის წარმომადგენლები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ოჯახებში ესტუმრნენ. ქალაქის მერიამ 13 შშმ პირს ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარი გადაურიცხა, რომელიც გიორგი კოპაძის თქმით სარეზერვო ფონდიდან გამოიყო. მერი ირწმუნება, რომ მსგავსი სახის აქცია პერმანენტულ ხასიათს მიიღებს. მე მინდა რომ ამ ადამიანებს რაღაცნაირად ხარში დაუდგე და ის გავაკეთო რომ რაღაცნაირად მოვეხმარო ხარ ის საშუალებებიც მაქვს რა თქმა უნდა და ჩემი ფონდიდან გამოვყავე ეს თანხა რომელზეც შეიძლება ხვალ ვიღაცა შემედაოს კიდეც მაგრამ მე ვთვლი რომ არ არის ეს პრობლემა შშმ პირებთან შეხვედრისას ქალაქის მერი მათი სოციალური მდგომარეობითაც დაინტერესდა. აღმოჩნდა, რომ რამდენიმე მათგანს გაურკვეველი მიზეზების გამო სოციალური დახმარება შეწყვეტილი აქვთ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა გიორგი კოპაძისაგან დაპირება მიიღეს, რომ მათ სოციალური დახმარების სააგენტოსთან უშუამდგომლებს და დახმარების შეწყვეტის მიზეზებს გაარკვევს. არაფერი დახმარება არ იყო არასდროს. მივდეოდით კამბობენ არ გეკუთვნეს. მე გავიგეთ 18 წელს რო გახდა გავიგეთ რომ ეგ პენსია ვიღაცა მიდიოდა. ბევრი თხოვე და ბევრი ადგილებში ვიყავით ბილიშიც ჩასული ვარ. არ გეკუთვნესო თქვენ ბოშტ. ყოველი კაპიკი არის გაჭირვებული ადამიანისთვის მნიშვნელოვანი. ყოველი კაპიკი. მით უმეტეს კიდე ჩემნაირისთვის. მსგავსი აქტივობა ახალციხის მერის გარდა მუნიციპალიტეტის გამგეობამაც განახორციელა. კულტურის სამსახურის წარმომადგენლები 8 სოფელში ჩავიდნენ და 12 პირს ტკბილეული და სუვენირები გადასცეს. ქველმოქმედებისათვის გამგეობის ბიუჯეტიდან 428 ლარი დაიხარჯა. დღეს 3 დეკემბერს, როგორც ვიცით, აღინიშნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე. ჩვენც შევუერთდით ამ დღეს და გადავწყვიტეთ მოგვენახულებინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ჩვენს მუნიციპალიტეტში. სულ ესეთი სოფელი არის 8, სადაც ცხოვრობენ შეზღუდული შესაძლებლობის პირები: ღრელი, მუსხი, ურაველი, აწყური, გურკელი, ტყემლანა, ვალე და წყალთბილა. და საჩუქრები გვაქვთ მათთვის გამზადებული, სუვენირი და ტკბილეული. ძალიან დიდი კმაყოფილი ვარ თავრობის რომ ყურადღება მომაქციეს. მოვალ მაისში გახდება 31 წლის, 30-ის არის 31-ში. და დაბადებიდან სულ ეგრე გაჭირვებული ვარ რა. 3 წლიდან დაუნიშნეთ პენსია და 8 წელი სულ საავადმყოფოებში ვიყავი. 8 წლის განმავლობაში სახლში არ მქონა გათეული ღამები ვიდრე საავადმყოფოებში. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეთ 3 დეკემბერი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 1992 წლიდან დაწესდა. ამ კუთხით მომუშავე ორგანიზაციებში განმარტავენ, რომ ეს საზეიმო დღე არ არის და თარიღი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე თანამოქალაქეების მიმართ საზოგადოებას ტოლერანტობაზე მიუთითებს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით მსოფლიოში 600 მილიონზე მეტი შშმ პირია, რაც მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 15% შეადგენს. ხოლო საქართველოში არაოფიციალური სტატისტიკით 300,000-ზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ცხოვრობს.